2000 წლების განმავლობაში არაბთა გაერთიანებული საამიროები იყო ის კარი, რომელიც ირანმა ღია დატოვა. დანარჩენი ყველა კარი მსოფლიოში იკეტებოდა. ამერიკულმა სანქციებმა საბანკო სისტემა 2010 წელს საბოლოოდ დახურა. ევროპული შეზღუდვები გამკაცრდა 2012 წელს. დოლარზე დაფუძნებული ფინანსური სისტემა საბოლოოდ დაიხურა 2018 წელს, როდესაც დონალდ ტრამპმა გააუქმა JCPO და შემოიღო მაქსიმალური ზეწოლა. მაგრამ ხედავთ, დუბაი ყოველთვის ღია იყო ირანელი ელიტებისთვის და რა თქმა უნდა, ირანის ოფიციალური პირებისთვის. ზუსტად ასე შეძლეს ირანის ოფიციალურმა პირებმა მილიარდების, შესაძლოა ათეულობით მილიარდის მოპარვა ირანის ეკონომიკიდან და საკუთარი ჯიბეებისთვის გადატანა. ამ ჩრდილოვანმა საბანკო სისტემამ ირანს საშუალება მისცა ათეულობით მილიარდი დოლარი ანონიმური კომპანიების მეშვეობით გადაეტანა ირანის პროქსი ქსელებში, ირანის რაკეტებში და რა თქმა უნდა, ირანის რევოლუციური გვარდიის სარდლებისა და მათი საზღვარგარეთ მცხოვრები ოჯახების ჯიბეებში. მაგრამ ეს ყველაფერი შეიცვალა, როცა ირანმა გადარჩენისთვის არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე თავდასხმები დაიწყო. როცა ეს ომი დაიწყო, ირანის ლიდერებმა სწრაფად გააცნობიერეს, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც ისინი ძალაუფლებას შეინარჩუნებდნენ, იყო მთელი რეგიონის გადაწყვეტა. და ზუსტად ეს გააკეთეს მათ. მაგრამ ეხლა ეს ქვეყნები პასუხობენ და სპარსეთის ყურის ლიდერები შურისძიებას ეძებენ. სულგუშინ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა რაღაც გააკეთეს, რაც 35 წელზე მეტია არ გაუკეთებიათ. ისინი ტოვებენ ოპეკის ორგანიზაციას. ისინი ამბობენ, რომ აღსუთ მონაწილეობდნენ არაფერში, რაშიც ირანია. სწორედ ამიტომ არაბთა გაერთიანებული საამიროები ახლა დამოუკიდებელი ნავთობის მწარმოებელი გახდება, ერთ-ერთი უმსხვილესი მსოფლიოში. მაგრამ ისინი ამით არ ჩერდებიან. ისინი ასევე უპირისპირებებიან ირანულ საბანკო ანგარიშებს, ირანელ ელიტებს და რა თქმა უნდა, ირანის ჩრდილოვან საბანკო სისტემას, რომელზეც ისლამური რეჟიმი არის დამოკიდებული. ახლო აღმოსავლეთის მომავალი სამუდამოდ იცვლება. და შესაძლოა ისლამური რეჟიმი ამას ვერ მოესწროს. დავიწყოთ ოპეკით. ვინც არ იცის, ოპეკი არის ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების საერთაშორისო კარტელი, რომელშიც ირანის შედის და ისინი კოორდინირებულად მოქმედებენ, რათა ნავთობის ფასები მაღალი შეინარჩუნონ. მათ ნავთობის ფასებზე სრული კონტროლი არ აქვთ, რადგან რა თქმა უნდა, ოპეკის გარეთაც არიან მსხვილი მწარმოებლები, მაგალითად შეერთებული შტატები, მაგრამ მაინც მათ მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ. და ეხლა ეს გავლენა ნელ-მელად მწივდება. სულგუშინ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გამოაცხადა, რომ ოპეკს 1 მაისიდან ტოვებს. ეს 2 დღეში მოხდება. არაბთა გაერთიანებული საამიროები ოპეკში მესამე უმსხვილესი მწარმოებელი იყო. ან შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ მესამე უმსხვილესი მწარმოებელია ოპეკში 1 მაისის ჩათვლით. მაგრამ ეხლა როცა ისინი ორგანიზაციას ტოვებენ, ქვეყანას მეტი მოქნილობა ექნება იმაზე, თუ რამდენის წარმოება სურს. ხედავთ, ოპეკი ასე მუშაობს. ისინი იკრიბებიან შეხვედრაზე. ყველა ქვეყნის ლიდერები ან წარმომადგენლები და წყვეტენ, რამდენი უნდა აწარმოოს თითოეულმა ქვეყანამ. ძირითადად ისინი კვოტას ადგენენ. ამ გზით მათ შეუძლიათ შეზღუდონ მიწოდება ღია ბაზარზე და გარკვეულწილად შეინარჩუნონ ის ფასი, რომლის შენარჩუნებაც სურთ. მაგრამ ეხლა როცა არაბთა გაერთიანებული საამიროები ტოვებს ორგანიზაციას, მათ აღარ უწევთ ოპეკის მიერ დაწესებულ კვოტაზე დარჩენა. მათ შეუძლიათ იმდენი აწარმოონ, რამდენის შესაძლებლობაც აქვთ. ეხლა აქ მინდა რეალისტური სურათს წარმოგიდგინოთ, რადგან ეს აშკარად კარგი ამბავია, მაგრამ ის არ არის ისეთი კარგი, როგორც ბევრს გონია, განსაკუთრებით მოკლევადიან პერსპექტივაში. შეხედეთ კვოტას და წარმოებას, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები ახორციელებდა ორგანიზაციის ფარგლებში. არაბთა გაერთიანებული საამიროების ოპეკის კვოტა იყო 3.5 მილიონი ბარელი დღეში, მაგრამ წარმოება მხოლოდ 2.2 მილიონ ბარელს შეადგენდა დღეში. ასე რომ ისინი უკვე ბევრად ნაკლებს აწარმოებდნენ ვიდრე კვოტა. ასე რომ კვოტა არ უშლიდა ხელს მათ დიდი რაოდენობით წარმოებაში. ეხლა არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკის მინისტრმა თქვა, რომ მას შემდეგ რაც ისინი ტოვებენ ოპეკის ორგანიზაციას, შეუძლიათ წარმოება გაზარდონ 6 მილიონ ბარელამდე დღეში, თუ ბაზარი ამას მოითხოვს. ანუ თუ მყიდველებს იპოვიან. გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ არაბთა გაერთიანებული საამიროები შეძლებს მიაღწიოს 6 მილიონ ბარელს დღეში, ეს ნამდვილად კარგი ამბავია მთელი მსოფლიოს იმ ადამიანებისთვის, ვინც ნავთობს ყიდულობს, ძირითადად ჩვენნაირი ხალხისთვის. ალბათ ეს კარგი ამბავი არ არის ნავთობის კომპანიებისთვის, მაგრამ ვის აინტერესებს? მაგრამ ხედავთ, არაბთა გაერთიანებული საამიროები რომ ბევრად ნაკლებს აწარმოებს, ვიდრე მათი ოპეკის კვოტა, ეს ოპეკს არ უკავშირდება, არამედ უფრო ჰორმუზის სრუტეს ეხება. როგორც იცით, ჰორმუზის სრუტე ირანის ბლოკადაშია. ეს ნიშნავს, რომ გემები და ტანკერები ვერ შედიან და ვერ გამოდიან. და ამის გამო არაბთა გაერთიანებული საამიროები იმდენს ვერ აწარმოებს, რამდენსაც ოპეკი აძლევს უფლებას. მაგრამ მათ ამის გვერდის ავლის გზა აქვთ. შეხედეთ ამ რუკას. ხედავთ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს აქვთ მილსადენი, რომელიც ქვეყანას გადაკვეთს და ფაქტობრივად ნავთობს ჰორმუზის სრუტის მიღმა აწვდის. ის გვერდს უვლის სრუტეს. თუ დააკვირდებით, ადრე არაბთა გაერთიანებული საამიროები უბრალოდ ნავთობს თავისი საბადოდან უახლოეს პორტში გადახონდა. შემდეგ კი ტანკერი მას იღებდა და ჰორმუზის სრუტეს კვეთდა, რათა მყიდველთან მიეტანა. მაგრამ ეხლა როცა ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა,
არაბთა გაერთიანებული საამიროები ნავთობს ამ მილსადენით ქვეყნის მასშტაბით ატარებს. სამწუხაროდ, ამ მილსადენს დიდი კანტარუნარიანობა არ აქვს. ვფიქრობ, მისი კანტარუნარიანობა დღეში დაახლოებით 1.5 მილიონ ბარელ ნავთობს შეადგენს. და ეს არის ბოთლის ხელი, არა ჩოქოლდი, არამედ ბოთლის ხელი ამჟამად. ანუ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შეუძლიათ მეტი ნავთობის წარმოება, მაგრამ ვერ გააქვთ მეტი, სანამ ჰორმუზის სრუტე ისევ არ გაიხსნება. და სწორედ ამიტომ აწარმოებენ ისინი ბევრად ნაკლებს, ვიდრე შეუძლიათ. მაგრამ ბრძოლვადიან პერსპექტივაში ეს ნამდვილად ცუდი ამბავია ირანისთვის, რადგან ეს კიდევ ერთი სიგნალია, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს არ სურთ ირანთან რაიმე კავშირი ქონდეთ. და თუ თქვენ არაბთა გაერთიანებული საამიროების მინისტრი ან მოქალაქე იყავით, იცოდით რატომაც. შეხედეთ რა გააკეთა ირანმა ბოლოს 60 დღის განმავლობაში. ხედავთ, ომის დროს ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე უფრო მეტი რაკეტა და უფრო მეტი მრომეტი მართვადი რაკეტა გაუშვა, ვიდრე ნებისმიერ სხვისმიერ სხვა ქვეყანაზე, რომელსაც თავს დაესხა. ეს მოიცავს ისრაელსაც, რომელიც იყო ქვეყანა, რომელიც პირდაპირ უტევდა ირანს. და მიუხედავად ამისა, ირანი პასუხობდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და ანადგურებდა აეროპორტებს, პორტებს, ნავთობის ობიექტებს, ყველაფერს, რაზეც ხელი მიუწვდებოდა. არაბთა გაერთიანებული საამიროების თვალსაზრისით ამას აზრი არ ჰქონდა, რადგან საამიროებს არასდროს მიუწიათ ნებართვა შეერთებული შტატებისთვის, რომ მათ ქვეყნის ბაზები ან თუნდაც საამიროების საჰაერო სივრცე ირანზე თავდასასმელად გამოეყენებინათ. ისინი ამ ომში ჩართული არ იყვნენ. მაგრამ ირანი გაბრაზებული იყო იმ ფაქტით, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები აბრაამ შამის შეთანხმებების მონაწილეა. ისინი ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი იმ რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც ისრაელს სახელმწიფოდ აღიარებს. და სწორედ ამიტომ უტევდა ირანი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს უფრო მეტად, ვიდრე რეგიონში სხვა ნებისმიერ ქვეყანას. და რა თქმა უნდა, ირანმა ასევე იფიქრა, რომ თუ ისინი თავს დაესხმებიან სამოქალაქო შენობებს და ბინებს ქვეყნის შიგნით, იქნებ ეს უფრო მეტ ზეწოლას მოახდენს შეერთებულ შტატებზე, რომ შეაჩერონ ეს ომი. მათ ძირითადად სურდათ ტერორისტული თავდასხმა მოეწყოთ, იმ იმედით, რომ რეჟიმი გადარჩებოდა. და როგორ ფიქრობთ? არაბთა გაერთიანებული საამიროების მინისტრებს და რა თქმა უნდა მოქალაქეებს ეს არ დავიცრებიათ. სინამდვილეში ისინი საჯაროდ აცხადებენ, რომ ირანის ქმედებების შემდეგ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს. ისინი ვეღარასდროს შეძლებენ დობის აღდგენას ირანის რეჟიმთან. მოусმინეთ. რეგიონში ურთიერთობის აღდგენა სჭირდება და ნამდვილად სჭირდება. ვამბობ, რომ ურთიერთობის აღდგენა, რადგან დობის აღდგენა ვფიქრობ არ მოხდება. ეს ორი სხვადასხვა რამეა. ვერავინ დაგესხმება თავს 2800 რაკეტით და დრონით და მერე დობაზე მესაუბრო. ამას საუკუნეები და საუკუნეები დასჭირდება. ეხლა ირანის თვალსაზრისით ისინი ფიქრობენ, რომ ეს იყო ის, რაც უნდა გაეკეთებინათ. მათ უნდა დაესხათ თავს საცხოვრებელ კორპუსებსა და აეროპორტებს სხვა ქვეყნებში, რადგან მხოლოდ ასე ხედავდნენ რეჟიმის გადარჩენას. მაგრამ სამწუხაროდ ხედავთ ირანი ძლიერ და ვგულისხმობ ძალიან ძლიერად. არის დამოკიდებული არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე. და ეს დამოკიდებულება უკან დაუბრუნდებათ და პრობლემად ექცევათ იმის შემდეგ, რაც ამ ომში გააკეთეს. იმის გასაგებად, რაზე ვსაუბრობთ აქ, შეხედეთ ამ განცხადებას, რომელიც აშშ-ს ხაზინამ გუშინ დააკეთა. დღეს ოპერაცია ეკონომიკური რისხვის ფარგლებში ხაზინის ოფისმა სანქციების სიაში შეიყვანა 25 ორგანიზაცია და პირი, რომლებიც ირანის ჩრდილოვანი საბანკო სისტემის ზედამხედველობას ახორციელებენ და ათეულობით მილიარდი დოლარის უკანონო შემოსავლის გადატანას უწყობენ ხელს. ეს ქსელები ირანის შეიარაღებულ ძალებს, მათ შორის ირანის რევოლუციურ გვარდიას, საშუალებას აძლევს ცნობა კონდეთ საერთაშორისო ფინანსურ სისტემას, რომ მიიღონ გადახდები უკანონო ნავთობის გაყიდვებიდან, შეიძინონ სარაკეტო და სხვა შეიარაღების სისტემებისთვის საჭირო მგრძნობიარე კომპონენტები და გადაურიცხონ ფული ირანის ტერორისტულ მარიონეტულ დაჯგუფებებს. ხედავთ, ბოლო 2 კვირის განმავლობაში აშშ-ის სანქციები ირანის მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა. და ეს ახალი სანქციები კონკრეტულად იმ ბიზნესებსა და პირებს ეხება, რომლებიც ირანს ეხმარებიან გლობალური სანქციების გვერდის ავლით, რომლებიც რეჟიმს დაუწეს. და მიზეზი, რატომაც ეს ყველაფერი ახლა ხდება, ისაა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები რეალურად ეხმარება შეერთებულ შტატებს. ამ მომამდე ირანი მაინც ერთ-ერთი ყველაზე სანქცირებული ქვეყანა იყო მსოფლიოში. სინამდვილეში ისინი ყველაზე სანქცირებული ქვეყანა იყვნენ მანამდე, სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა. ამის შემდეგ პუტინმა გადაიბარა ეს ტიტული. მაგრამ მიუხედავად ამისა, ირანი ამდენ ხანს არ უნდა გადარჩენილიყო სანქციების გამო. მაგრამ ხედავთ, ახლო აღმოსავლეთში იყვნენ ქვეყნები, მაგალითად არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომლებიც მზად იყვნენ თვალი დაეხუჭათ იმაზე, როცა ირანული კომპანიები მათ ქვეყნის სისტემას იყენებდნენ სანქციების ასარიდებლად. უფრო კონკრეტულად, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს აქვს ძალიან ჩახლართული კანონები, სადაც შეგიძლია კომპანიის ფლობელობა დამალო. ეს ისაა, რითაც რუსეთი სარგებლობს სანქციების ასარიდებლად, მას შემდეგ რაც უკრაინაში შეიჭრა. ფაქტობრივად, შეგიძლია დააფუძნო კომპანია ისე, რომ ადამიანის სახელი არ მიუთითო და უბრალოდ ჰქონდეს საკუთრების სერტიფიკატი. ეს უბრალოდ ქაღალდია, რომელიც მიუთითებს ვინ არის მფლობელი.
და სინამდვილეში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბევრი ასეთი კომპანია, რომლებსაც ათეულობით მილიარდი დოლარის სავაჭრო ბრუნვა ან შემოსავალი აქვთ ისე, რომ მსოფლიო არ იცის ვინ დგას ამ კომპანიების უკან. ეს ძალიან მიმზიდველია იმ ადამიანებისთვის, ვინც, როგორც იცით, სანქციების თავიდან აცილება სურს. და ირანი აქტიურად იყენებდა ამ კანონებს ამ ომის დაწყებამდე. ეხლა არ ვიცი თქვენ როგორ ფიქრობთ, მაგრამ პირადად მე ნაკლებად ვარ მზად თვალი დავხოჭო იმაზე, როცა ვიღაცა 3000 რაკეტასა და დრონს მესვრის. და გამოიცანით რა. არაბთა გაერთიანებული საამიროებიც ასე ფიქრობს, რადგან ადრე ამ ომამდე მათთვის დიდი პრობლემა არ იყო, რომ ირანი მათ ქვეყანასა და საბანკო სისტემას სანქციების თავიდან ასაცილებლად იყენებდა. მაგრამ ეხლა ეს პრობლემა აქვთ. და სწორედ ამიტომ ეხლა არაბთა გაერთიანებული საამიროები ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს შეერთებულ შტატებთან, რომ დახუროს ეს ყველა ხრელი და ირანელების მიერ შექმნილი ჩრდილოვანი საბანკო სისტემა. ირანი ამაზე უკიდურესად გაბრაზებულია და ახავე გაჩვენებთ მათ განცხადებას. ხედავთ, ირანელები აცნობიერებენ, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები არ არის ქვეყანა, რომელსაც ისინი სხვა ქვეყნით ვერ ჩაანაცვლებენ. აქ სოფიოში ბევრი ქვეყანა არ არის, სადაც შეგიძლიათ უბრალოდ წახვიდეთ და დააყენოთ იგივე სისტემა, რასაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აკეთებთ და სანქციებს აირიდებთ. არაბთა გაერთიანებული საამიროები უნიკალურ პოზიციაშია, სადაც ქვეყანაში დიდი რაოდენობით ფული შედის და დამოდის სულ მცირე ამ მომენტ. და ეს ნიშნავს, რომ ხალხს მეტი შესაძლებლობა ჰქონდა გაეკეთებინა ისეთი რაღაცები, რომლებიც როგორც იცით, საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა. ეს ძალიან რთული გასაკეთებელია თუ ვთქვათ სხვა რომელიმე ქვეყანაში წახვალთ. და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ირანელები მხოლოდ სანქციების თავიდან აცილების შესაძლებლობას არ კარგავენ. ისინი ასევე კარგავენ ფულს, რომელსაც უცხოურ საბანკო ანგარიშებსა და კრიპტოვალუტის კომპანიებში ინახავენ. სწორედ დღეს ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მათ გააყენეს $300 მილიონ მეტი კრიპტოვალუტაში ოპერაცია ეკონომიკური რისხის ფარგლებში. თუ ამას ყველაფერს დაუმატებთ ASS-ის ბლოკადას, რომელიც ირანს ყოველდღიურად $100 მილიონი ექსპორტის შემოსავალს აკარგვინებს, მიხვდებით რატომ არიან ირანელები ასეთი სასუწარკვეთილები. აი განცხადება, რომელიც ფინანსთა მინისტრმა სკოტ დასენმა გუშინ გაავრცელა. კარგის კუნძული, ირანის მთავარი ნავთობის საექსპორტო ტერმინალი, თითქმის შეივსო. ეს აიძულებს რეჟიმს შეამციროს ნავთობის წარმოება, რაც დამატებით დაახლოებით $170 მილიონი დღიურ დანაკარგს გამოიწვევს და ირანის ნავთობის ინფრასტრუქტურას მუდმივ ზიანს მიაყენებს. ფინანსთა სამინისტრო მაქსიმალური ზეწოლის გაგზელებას აპირებს. ნებისმიერი პირი, ხომალდი ან ორგანიზაცია, რომელიც თეირანში უკანონო ნაკადს უწყობს ხელს, ASS-ის სანქციების რისკის ქვეშ დგება. როგორც ადრე ვთქვით, ASS-ის ბლოკადა შეიძლება უფრო მომაკვდინებელი იყოს, ვიდრე ASS-ის ბომბები, რადგან ირანს ნამდვილად არ შეუძლია ჩაანაცვლოს ის საექსპორტო შემოსავალი, რაც ბლოკადამდე ჰქონდა. მათ უბრალოდ ვერ გადაიტანენ ნავთობს მილსადენით ან სხვა გზით. ეს ნიშნავს, რომ ისინი პირდაპირ ფული მწვავედ აკლიათ. ისინი იმპორტი მწვავედ აკლიათ. და რა თქმა უნდა, ისინი უცხოური ვალუტა მწვავედ აკლიათ, რომელსაც გამოიყენებენ საკვების შემოსატანად. აი ირანის პასუხი. და კიდევ ერთხელ, ისინი კონკრეტულად ემუქრებიან არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. ირანის ხელმძღვანელობა ნამდვილად ფიქრობს, რომ შეუძლია სპარსეთის ყურის ქვეყნების დაშინებით მათი დამორჩილება. ირანის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი აფრთხილებს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები ნაბიჯებს დგამს ამერიკასთან დასაახლოებლად ახალი თავდასხმისთვის და რომ ამ ქვეყანას გაკვეთილს ასწავლიან. ისინი ემირატების მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ ყურადღება მიაქციონ. ეხლა სწორედ აქ უშვებენ ირანელები კიდევ ერთ შეცდომას. ისინი ფიქრობენ, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები მარტო მოქმედებს, მაშინ როცა სინამდვილეში ბევრი სხვა სპარსეთის ყურის ქვეყანა იგივეს გრძნობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ძირითად ზიანს მხოლოდ საამიროები ატენებს, ეხლა სანამ ამ სპარსეთის ყურის ლიდერებზე და მათ განცხადებებზე ვისაუბრებთ, ყველას მოკლე შეხსენება მინდა დააჭიროთ ქვემოთ მოწონებისა და გამოწერის ხილაკებს. ეს ნამდვილად ძალიან გვეხმარება, განსაკუთრებით იმ ამბების გაშუქებისას, რასაც ეხლა ვაკეთებთ. რადგან ბევრი ადამიანია, ბევრი ამერიკელი, ვინც ნამდვილად ფიქრობს, რომ ირანი ამ ომში იმარჯვებს. როდესაც სინამდვილეში ირანის ლიდერები კვლავ დამალულები არიან. ქვეყანა, რომელიც ამ ომში იმარჯვებს, ასაჭიროებს მიწისქვეშა ბუნკერებში დამალვას. ირანი არის ქვეყანა, რომელსაც ფული არ ყოფნის, შემოსავალი არ ყოფნის და საკვებიც არ ყოფნის. ეს არ არის ქვეყანა, რომელიც რაიმე ფორმით იმარჯვებს. მაგრამ რატომღაც ხალხი მაინც ფიქრობს, რომ ირანი იმარჯვებს. და სწორედ ამიტომ თუ შეძლებთ დაგვეხმაროთ ამ ვიდეოს უფრო მეტ ადამიანამდე მიტანაში, იმედი მაქვს ისინი უფრო მეტს გაიგებენ რეალობის შესახებ. ეხლა გადავიდეთ იმაზე, რას ამბობენ სპარსეთის ყურის ლიდერები. სპარსეთის ყურის ლიდერები უარყოფენ ირანის პრეტენზიას ჰორმუზის სრუტის კონტროლზე. რამდენიმე ახლო აღმოსავლეთის ქვეყანამ სამშაბათს განაცხადა, რომ ისინი უარყოფენ ირანის კონტროლს და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ტანკერებისთვის რაიმე გადასახადის დაწესებას. ამ საზღვაო მარშრუტზე გადაადგილებისთვის. ეს განცხადება გაკეთდა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს GCC მხრიდან, რომელიც აერთიანებს 6 სპარსეთის ყურის ქვეყანას: ბარეინს, ქუვეითს, ომანს, ყატარს, საუდის არაბეთს და რა თქმა უნდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. თუ შევხედავთ ირანის შიგნით არსებულ მდგომარეობას, ეკონომიკური სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება. ინტერნეტის სრული გათიშვა კვლავ გრძელდება.
90 მილიონზე მეტი ირანელი ვერ უკავშირდება დანარჩენ მსოფლიოს და ვერ აზიარებს საკუთარ გამოცდილებას. კიდევ ერთი მაგალითი რეჟიმისა, რომელიც საკუთარ ხალხს უფრო ეშინია, ვიდრე ვინმე სხვას. საბედნიეროდ ზოგიერთ ადამიანს მაინც შეუძლია ინტერნეტთან დაკავშირება. აქ-იქ, ალბათ ხვრელების პოვნით ან Starlink-ის გამოყენებით. და ისინი გვიზიარებენ, რამდენად ცუდად არის საქმე ირანში. შეხედეთ ამ ანგარიშს. ერთ შეხვედრაზე წარადგინეს ანგარიში ირანის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ომის შემდეგ. მომხსენებელი თვლიდა, რომ ირანი ეკონომიკურ კოლაფსს უახლოვდება. მან თქვა, რომ ანგარიშებს უფროს მენეჯერებს გაუგზავნიდა. დღეს შუადღეს ტრამპის ტვიტი ვნახე. ირანმა შეგვატყობინა, რომ კოლაფსის მდგომარეობაში არიან. შეიწყალეთ ანგარიშების ავტორები. ეს იყო ერთ-ერთი ტვიტი, რომელიც ვიღაცამ ირანიდან გამოაქვეყნა. როგორღაც შეძლეს ინტერნეტთან დაკავშირება. ირანის თავრობის ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ამას ხედავთ იმ ინფორმაციის ფრაგმენტებში, რომლებიც ინტერნეტში ხვდება. შიდა განხეთქილება შეთანხმების გარშემო რეალურია. შეთანხმების მომხრე მხარე ამტკიცებს, რომ რეჟიმს გადარჩენისთვის შეთანხმება სჭირდება. შეთანხმების მოწინააღმდეგე მხარე თავის ნარატივს ეკრნობა, რომ ირანს ამ ომის შემდეგ უპირატესობა აქვს და არ უნდა დათმოს. ამ ეტაპზე შეძლებს თუ არა ასე შეშო ირანისგან შეთანხმების მიღებას. დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხანს შეძლებს ბლოკადის შენარჩუნებას და რამდენად კრეატიული იქნება ისეთი შეთანხმების ფორმირებაში, რომელიც ირანის მხრიდან დანებებად არ გამოჩნდება. ეხლა ბოლო ნაწილი ცოტა მნიშვნელოვანია. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ აშშ-ში ომამდე არსებული ყველა მოთხოვნაზე უნდა თქვას უარი. არამედ საუბარია იმაზე, რომ შეთანხმება ისე უნდა იყოს წარმოდგენილი და გაშუქებული, რომ არ გამოჩნდეს თითქოს ირანელები უბრალოდ ნებდებიან. და ამის მიზეზი ისაა, რომ თუ ასე გამოჩნდება, თითქოს ირანელები ნებდებიან. და თუ აშშ-ში ზედმეტად იამაკებს ამით, ირანის დელეგაციას გაუჭირდება ირანის რევოლუციური გვარდიის დარწმუნება შეთანხმების მიღებაში. ან თუნდაც ირანელ საზოგადოებასთან, განსაკუთრებით იმ საზოგადოებასთან, რომელიც ისლამურ რეჟიმს უჭერს მხარს. და სწორედ ამიტომ, თუ შეთანხმება ისე იქნება წარმოდგენილი, რომ აშშ-ს ყველაფერი მიიღოს რაც უნდა, ისე რომ არ გამოჩნდეს თითქოს ირანი ნებდება ამ ომში, ირანმა ეს ომი წააგო. ეს ის რამეა, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ჰეიუ ბუშმა ძალიან კარგად გააკეთა, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა 1991 წელს. ის არ იყო კონცენტრირებული იმაზე, რომ შეერთებული შტატებისა და დასავლეთის ცივი ომის მოგებით თავი მოეწონებინა. ის უფრო მეტად იყო კონცენტრირებული იმაზე, რომ ეს კოლაფსი ისე ემართა, რომ დანარჩენი მსოფლიოსთვის დიდი პრობლემა არ შეექმნა. აქ მინდა თქვენი ყურადღება ისევ მივაპყრო იმ შეხვედრას, რომელიც დაახლოებით 3 კვირის წინ პაკისტანში გაიმართა. ამ შეხვედრის შემდეგ, ან შესაძლოა შეხვედრის დროსაც კი, ჩვენ ვიფილეთ გარკვეული ანგარიშები. სადაც ითქვა, რომ აშშ-ში ირანის გამდიდრების აქცევას არ განიხილავდა როგორც ნულოვან გამდიდრებას. არამედ აშშ-ს სურდა ეს წარმოეჩინა როგორც მორატორიუმი. ანუ ირანი მომდევნო 20 წლის განმავლობაში ურანს საერთოდ არ გაამდიდრებდა. და ამის შემდეგ იმედია ახალი შეთანხმება შედგება. ეხლა რა თქმა უნდა, ეს ერთი ნაწილი ნამდვილად არ გვიჩვენებს ბევრს იმის შესახებ, კარგია თუ არა შეთანხმება აშშ-ის თვალსაზრისით. მაგრამ თუ როგორღაც შევძლებთ ყველა სხვა დეტალის სწორად მოგვარებას და მაინც დავიყოლიებთ ირანს, რომ არ გაამდიდროს ურანი, თქვათ 20 წლის, 30 წლის ან 15 წლის განმავლობაში, არ ვიცი, საბოლოო შეთანხმებაში რამდენ ხანს იქნება ეს ვადა, გარკვეულწილად ეს პოზიტიური იქნებოდა. რა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, რომლებიც უკმაყოფილონი დარჩებიან, რადგან ეს ომი დავიწყეთ ნულოვანი გამდიდრების მოთხოვნით, რაც ნიშნავს, რომ ირანმა უნდა დათანხმდეს, რომ მომავალში არასდროს გაამდიდრებს ურანს. და 20 წელი ზუსტად ნულოვანი გამდიდრება არა ეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ შეძლებთ სხვა დეტალების, სხვა დამცავი მექანიზმების დამატებას, ანუ ირანი პარალელურად არაფერს გააკეთებს, მაგალითად 20 წლიანი ვადის ამოწურვის მოლოდინში გამდიდრების ახალ ობიექტს არ ააშენებს. თუ შევძლებთ თავიდან ავიცილოთ ის სიტუაცია, რაც 2015 წლის შეთანხმების დროს ჰქონდა, ვფიქრობ ეს შეიძლება იმუშაოს. კიდევ ერთხელ, ყველაფერი სხვა დეტალებზეა დამოკიდებული. ეს არ არის ის საკითხი, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, კარგი შეთანხმებაა თუ არა, ყველა დეტალის ცოდნის გარეშე. მაგრამ მოდით ვნახოთ რა მოხდება მომავალში. უშინ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს მშვიდობის წინადადების მეორე ვერსიას უგზავნის, რადგან აშშ-შუმ პირველი ვერსია უარყო. ამ დროისთვის არ გვაქვს დეტალები იმის შესახებ, გაიგზავნა თუ არა ეს მეორე ვერსია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ან რა წერია მასში, ან რა იქნება მასში. ამიტომ ამ ვიდეოში საერთოდ არ შევხები ვარ ამ ნაწილს. მაგრამ როგორც კი მეტი ინფორმაცია გვექნება ამ საკითხზე, აუცილებლად გავაკეთებთ განახლებულ ვიდეოს. ასე რომ არ დაგავიწყდეთ დააწყაპუნოთ მოწონებისა და გამოწერის ხილაკებზე ქვემოთ და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით. ეხლა რომ გავიგოთ, რატო იქცევა ირანი ასე როგორც ეხლა იქცევა, უნდა დავბრუნდეთ უკან და ვნახოთ, როგორ მივიდა ირანი იქამდე, სადაც დღეს არის. ეს მხოლოდ 1979 წელს დაბრუნებას არ ნიშნავს, როცა ისლამური რევოლუცია მოხდა. სინამდვილეში კიდევ უფრო უკან უნდა დავბრუნდეთ, მე-19 საუკუნეში, როცა ყაჯართა დინასტია მართავდა ირანს. და დავაკვირდეთ, როგორ ახდენს იმდროინდელი მართველი კლასის გადაწყვეტილებები თხემბე გავლენას ირანზე. აბა, რა გონიათ? ზუსტად ამას ვაკეთებთ ჩვენს მრავალნაწილიან პოდკასტში, რომელიც დღეს გამოვიდა.
თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ირანის ისტორიით და იმით, თუ როგორ მივედით დღევანდელ მდგომარეობამდე, აუცილებლად მოусმინეთ. შეგიძლიათ უყუროთ მას აღწერაში მოცემულ ბმულებზე დაჭერით, ან უბრალოდ ეკრანზე გამოსახულ ვიდეოზე დაჭერით.